მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 6. ჰორიზონტალურ ზედაპირსა და მასზე მოთავსებული M მასის ძელაკის ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია μ. ძელაკს ბიძგით მიანიჭეს ვენუს სიჩქარე, რის შემდეგაც მან ტედროში გაიარა S მანძილი და გაჩერდა. M μ და ვენულის სიდიდეებიდან რომლებზეა დამოკიდებული ფართობა S შეფარდებული ტესტა. ესე იგი მოცემული გვაქვს M μ საწყისი სიჩქარე და პირობით ვიცით რომ სხეული S მანძილის გავლის შემდეგ გაჩერდა. ანუ საბოლოო სიჩქარე გითხრეს რომ არის ნულის ტოლი. და მოინტერესებს მისი ტოლი არის და რაზე არის დამოკიდებული S შეფარდებული T ფარდობა. ხო, რადგანაც მოძრაობა თანაბარშინელებული არის, გავლილი მანძილის შეგვიძლია დავწეროთ რომ S უდრის S პლუს V0 შეფარდებული ორთან გამრავლებული T-ზე. თუ გავითვალისწინოთ რომ V საბოლოო სიჩქარე ნულის ტოლი არის, ეს ტოლობა მიიღებს შემდეგ სახეს V0T შეფარდებული ორთან, საიდანაც S შეფარდებული ტესტთან ტოლი გამოდის V0 მეორედის. ანუ როგორ ხედავს ეს ფარდობა დამოკიდებულია მხოლოდ V0-ზე. პასუხი A. ეს არის პირველი გზა. თუმცა ბევრი გზით შეიძლება ეს გაკეთდეს, განვიხილოთ რამდენიმე. მეორე გზა შეგვიძლია სამწუხაროდ გავაკეთოთ შემდეგნაირად. ჯერჯერობით რომ თანაბარ აჩქარებული მოძრაობის დროს, რადგანაც თანაბარშენებული არის მოძრაობა, ეს ტოლი იქნება V0T minus AT კვადრატ ნახევარი. ახლა თუ გავითვალისწინებთ რომ აჩქარება ტოლი არის ამ შემთხვევაში V0 minus V შეფარდებული ტესტთან, რადგანაც V არის ნულის ტოლი, ეს ბამითაც აჩქარება გამოდის V0 შეფარდებული ტესტთან და ამ სიდიდეს ამ აჩქარებას თუ შევიტანთ. აი აქ გავლილი მანძილისთვის გამოგივარის ტოლი არის V0S minus V0T კვადრატი შეფარდებული ორ ტესტთან. ეს T და ეს ორიანი გააგვათილებენ ერთმანეთს და გვრჩება V0S minus V0T ნახევარი. ეს ტოლი იქნება V0T ნახევრის, საიდანაც ეს ტოლი გამოგივა V0T ნახევრის, აქედან კი შეფარდება ის გაყოფილი ტესტთან ტოლი იქნება V0 ნახევრის. როგორც ხედავთ, იგივე პასუხი მივიღეთ. მესამე გზითაც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. მოდი პირიქით გავყვეთ, ესე იგი, აი ამ ტოლობაში გავსაზღვროთ არა აჩქარება, მოდი V0 გავსაზღვროთ. თუ რადგანაც V ამ შემთხვევაში ტოლი არის V0 minus AT, აქედან 0 V0 არის და ამიტომ V იქნება 0 ტოლი იქნება V0 minus AT. შესაბამისად V0 ტოლი იქნება AT-ში და ამ ფორმულას, ამ მიღებულ შედეგს თუ შევიტანთ ამ გამოსახულებაში, გავლილი მანძილისთვის მივიღებთ რომ ტოლი არის AT გამრავლებული T-ზე მინუს AT კვადრატ ნახევარი, საიდანაც AT კვადრატ მინუს AT კვადრატ ნახევარი, ეს ტოლი იქნება AT კვადრატ ნახევრის. ახლა ჩვენ თუ გავითვალისწინებთ რომ აჩქარება ტოლი არის V0 შეფარდებული ტესტთან, შევიტანთ აქ, მივიღებთ V0T კვადრატი შეფარდებული ორ ტესტთან, ესენი შეიკვეცება და ისევ ანალოგიურად ამ შედეგზე გავდივართ. ხო, რა თქმა უნდა პირველი გზა ყველაზე მარტივი არის, მაგრამ მოდით ჩვენ ასე მოვიქცეთ, რადგანაც აქ მოცემული გვაქვს M-იც, μ-იც და V0-იც. ვეცადოთ M-იც, μ-იც და V0-იც გამოვიყენოთ, ისე რომ M და μ სიდიდეები გამოირიცხოს ტოლობებიდან. მეოთხე შემთხვევაში მოდით ასე მოვიქცეთ, რადგანაც F-ი ნიუტონის მეორე კანონიდან ტოლი არის M-ასი, აქედან აჩქარება ტოლი გამოდის F-ი გაყოფილი A-ზე. ეხლა თუ დავაკვირდებით ნახაზს, მოდით ცოტა გავადიდებ. ამ ნახაზზე, ამ სხეულზე მოქმედებს M-ჟე ძალა, რეაქციის ძალა, ხახუნის ძალა და სხეული რადგანაც მოძრაობს, შესაბამისად ხახუნის მაქსიმალური ძალა სხეულის გამწევი ძალა მეტი არის F ხახუნის ძალაზე, ამიტომ F-ი და F ხახუნი შეგვიძლია ერთმანეთის ტოლად მივიჩნიოთ. თავის მხრივ F ხახუნი ტოლი არის
f-ის და ამიტომ f-ი ტოლი იქნება μ n-ის შეფარდებული 100-თან, n-ი რადგანაც არის m-ჟ ტოლის სიდიდით, ეს ტოლი იქნება μmj შეფარდებული აქ ბოდიშით, აქ მინდოდა m-ი, აქაც გვაქვს m-ი μmj შეფარდებული m-თან. ნუ როგორც შევხედავთ, m-ი გამოგვერიცხა, საიდანაც a ტოლი იქნება μj-ს. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ აი ამ მოცემულობას, ანუ აქედან ჩვენ v-ს თუ გავითვალისწინებთ, რომ ტოლი არის v0 at, საიდანაც v რადგანაც 0 არის საბოლოო სიჩქარე. v0 ტოლი იქნება at-ი. at-ს მაგერად შევიტანთ μj-ს, მივიღებთ რომ ეს უდრის μjt, საიდანაც t ტოლი გამოგვდის v0 შეფარდებული μj-ზე. ახლა მოდით ასე მოვიქცეთ ჩვენ, რადგანაც ესე იგი v0 მივიღეთ, t მივიღეთ v0 შეფარდებული μj-სთან, თუ გავითვალისწინებთ ახლა რომ s-ი უდრის v0 პლუს v ნახევარი გამრავლებული t-ზე, ეს აღარ გვექნება ცხადია, ეს ტოლი იქნება v0 შეფარდებული 2-თან გამრავლებული t-ზე. ახლა t-ს მნიშვნელობას თუ შევიტანთ აქ, ეს ტოლი იქნება v0 შეფარდებული 2-თან გამრავლებული v0 შეფარდებული μj-ზე და ორივე მხარეს თუ გავყოფთ t-ზე და გავითვალისწინებთ t-ს მნიშვნელობას, აგვექნება v0 შეფარდებული μj-ზე, v0-ები წავა, μj და μj-ც წავა და საბოლოოდ აღწება v0 შეფარდებული 2-თან. ნუ საბოლოოდ ეს ჩვენი ნატანჯი s-ი გაყოფილი t-ზე ტოლი ყოფილა v0 შეფარდებული 2-თან და s სიდიდით დამოკიდებული ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ საწყის სხეულის საწყის სიჩქარეზე. ანუ პასუხი გამოგვდის a.